მე ვარ ადვოკატი და იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ სურათი უკვე გვაქვს, შესაბამისად ამავდროულად დავიწყეთ კომპანია Nova Technologies, ეს არის სწრაფი გადახდის აპარატების კომპანია, სისტემური კომპანია, დავიწყეთ ამ კომპანიის ინტერესების ლობირება და ოფიციალურად გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება, როგორც ლობისტის მომსახურების თაობაზე, ვინაიდან ეს ყველაფერი, ეს მასალები, რაც აქ არის და ნელ-ნელა ჩვენ ამას ყველაფერს ახლა გაგაცნობთ ამ მთელ ნამუშევარს, რეალურად მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს და მოითხოვდა კიდევაც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს უბრალოდ ასე შინაარსობრივად ჩვენ ამ ყველაფერს გაცნობილი არ ვიყავით და ჩვენი კვლევის საგანი და ჩვენი კვლევის ნაწილი არასდროს არ ყოფილა ის, რომ შევსულიყავით და გვენახა მერიისა თუ საქართველოს ბანკის თუ სხვა თქვათ დაწესებულებების კორუფციის შესახებ. ეს ჩვენი ბიზნესი არ არის, ჩვენი ბიზნესი არის სწრაფი გადახდები. შესაბამისად ჩვენი მოთხოვნა იმთავითვე და დღესვე რჩება ერთი და იგივე, ეს არის კონკურენტულ გარემოში საქმიანობა ბიზნესისათვის. ჩვენ არ ვითხოვთ ან ერთის ბაზარზე არსებობას, ან მეორის არ არსებობას, ან ასე შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესის მომსახურება და კონკურენტული იყოს გარემო. რაშიც სამწუხაროდ ამ შესწავლილი მასალების შედეგად ჩვენ ძალიან ცუდ შედეგებზე გავედით, რასაც ჩვენ არ ველოდებით და ჩვენ კვლევის საგანი არ იყო. ალბათ ეს უკვე საგამოძიებო თუ სხვა სტრუქტურების ნაწილი იქნება. შესაბამისად ამაზე ალბათ კიდევ სხვა ორგანოები იტყვიან თავიანთ, ასე ვთქვათ, კომპეტენტურ სიტყვას. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმ ინტერესისათვის, რომელიც აპრილის შემდგომ თქვენ გახსოვთ ალბათ პირველად ჩვენ როდესაც განვაცხადეთ ამის შესახებ, ეს იყო მიმდინარე წლის აპრილის პერიოდი და ვითხოვეთ ხელისუფლებისაგან, ვითხოვეთ უმაღლესი, ასე ვთქვათ, ორგანოებისაგან დახმარება და ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ ვერანაირ შედეგს. ამიტომ ჩვენ იძულებულები გავხდით რეალურად, რომ ჩვენ თვითონ მოგვეკვლია და კერძო გამოძიება გვეწარმოებინა ამ ყველაფრის ირგვლივ რა ხდება და როგორ არის ის, რომ საქართველოს ბანკს ჩვენ შემთხვევაში ჩვენ კონკურენტ ორგანიზაციას შეუძლია მიაწოდოს უფასო მომსახურება და უფასო სერვისი თავის მომხმარებელს, როგორიც ვარ მე, როგორიც ხარ თქვენ და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ თქვენ გახსოვთ, მე შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა იმთავითვე, როდესაც ჩვენ აპრილში განვაცხადეთ ამის შესახებ, მოგიხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის კომპეტენციის ქვეშ არის საბანკო ურთიერთობები, განაცხადა, რომ ერთ თვეში ეროვნული ბანკი აუცილებლად დადებდა დასკვნას, რომლის შედეგადაც გაირკვეოდა თუ რა ხდებოდა და რატომ იყო ასეთი ტიპის აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად უმოქმედო, უუნარო და უშედეგო აღმოჩნდა ეს დაპირება, და პრაქტიკულად დღევანდელი შედეგით ეს იყო ტყუილი, ვინაიდან ამით ჩაქრა ერთგვარი, ესე ვთქვათ, ემოციები, არანაირი შედეგი არ მიგვიღია, არანაირი დასკვნა არ გვინახავს და არანაირი გამოხმაურება არ გვინახავს. ამ ხნის განმავლობაში ამიტომაც გავხდით იძულებულები, რომ შეგვესწავლა ეს მდგომარეობა, რაც ჩვენ ხელგვეწიფებოდა. ერთადერთი ესეთი ყველაზე პოზიტიური და ნორმალური განწყობა საიდანაც ჰქონდა და საიდანაც გვაქვს დღემდე, ეს არის საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, იურიდიულად მას საგადასახადო ომბუდსმენი ქვია, მოგიხსენებათ. შესაბამისად, მასთან ურთიერთობებით კომპეტენციით, მაგრამ მისი კომპეტენცია ვერ ცდება საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გამომდინარე აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ნაწილს, რომ მან რაიმე კონკრეტული ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ხარში დგომა და ასე ვთქვათ, აღქმა პრობლემისა, რა თქმა უნდა, მისგან გვაქვს და ამისათვის ეს აუცილებლად აღნიშნის ღირსია. ჩვენ ეხლა აქ ძალიან ბევრი მასალა არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს სათითაოდ ვერ გაჩვენებთ და ვერ მოგაწოდებთ, მაგრამ რაც გვაქვს მომზადებული ძირითადი ნაწილი საპრეზენტაციო ფაილების სახით, რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ბანკის, ქალაქ თბილისის მერიის აი იმ კარტერულ გარიგებას, რა სქემით მოქმედებს ეს ურთიერთობა, ვინაიდან შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკმა თავის დროზე განაცხადა, რომ ჩვენთან ერთი უდრის ერთს, ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ ეს არის ტყუილი, რეალურად მერია თქვენს მიერ გადახდილი მეტროს მგზავრობითა თუ ავტობუსის მგზავრობის გადასახადებიდან ფარავს აი იმ 1+1, ანუ რაც არის განულებული ტარიფი, რომელსაც თქვენ იხდით მობილური თუ სხვა ოპერატორების საშუალებით საუბრისას და რეალურად ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ბანკმა საბანკო მომსახურების საიჯერო ღირებულება გადაუხადოს
ამ შემთხვევაში მერიას თუ მერიის საქალაქო სამსახურებს ეს არის მეტროპოლიტენი და ქალაქის ავტობუსო კომპანია აქეთ უხდიან ეს კომპანიები მიახლოებით წელიწადში მილიონამდე ან ზოგ შემთხვევაში მეც. ეხლა ჩვენი მონაცემებით რაც გვაქვს კონკრეტული ხელშეკრულებები ამას რა თქმა უნდა გაჩვენებთ რა ტარიფი არის განსაზღვრული ამისათვის, მაგრამ რეალურად რამდენის გადახდა ხდება, ეხლა ეს უკვე ჩვენს კომპეტენციას აღემატება, იმიტომ რომ ჩვენ ამ ინფორმაციამდე ხელისუფლება არ ქონდა. იქ სადაც ჩვენ ამის ხელისუფლება ქონდა, ჩვენ რა თქმა უნდა შევეცადეთ რომ ეს ყველაფერი მოგვეტანა თქვენთან და გვეჩვენებინა ეს ტარიფები. და რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ბანკი ამ საგადახდო სისტემაში, როგორც ბიზნესის მწარმოებელი, ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი არის 3 კომპანიის სახით. ეს არის Direct Debit Georgia, რომელსაც დღეს ქვია Express Pay და თქვენ ძალიან ბევრი ჯიხური და ასე ვთქვათ გადახდის საშუალება გაქვთ ნანახი ქალაქის მასშტაბით, ჩვენ ამასაც ყველაფერს გაჩვენებთ, რა ტიპის კონკურენტულ გარემოში გვიწევს ყოფნა. იცით რომ 130 მილიონი ქონდა ის რაც გამოქვეყნებულია ოფიციალურად საქართველოს ბანკს და როგორც მაშინ განაცხადეს 10 მილიონი აქვს დახარჯული ამ ბიზნესის წარმოებაში. თავისთავად ცხადია მათთვის ერთი ხელის მოსმით და ერთი დღის განმავლობაში შეიძლება ამ თანხის ჩადება მაშინ როდესაც ჩვენს უკან და ჩვენი კომპანიების უკან რომლებიც უკვე გაკოტრების გზას ვადგავართ და თითქმის გადასახადები პრაქტიკულად შემცირებულია და საბიუჯეტო შენატანებს ვეღარ ვახორციელებთ. რეალურად 2000 ადამიანი და 2000 დასაქმებული ეს არის ძირითადად ეს დისტრიბუტორები რომლებიც ემსახურებიან ამ კომპანიებს მათ შორის რეგიონებში ალბათ ბევრი გაქვთ ნანახი იმიტომ რომ იქ უფრო მეტია ეს ადამიანები და მათ საარსებო წყარო არის კრედიტებზე დამოკიდებული და შესაბამისად ამ კრედიტების გადახდა მაშინ როდესაც ბიზნეს ბანკი თვითონ გიკოტრებს რომელმაც თვითონ მოგცა კრედიტი თავისთავად ცხადია ძალიან კოლაფსურ სიტუაციაში გაგდებს. ამიტომ ჩვენი მიზანი ეხლა არის რომ რაც შეიძლება მოკლედ და რაც შეიძლება სწორად მოგაწოდოთ ის ინფორმაცია და ის კარტერული ქსელი რომელიც დღეს საქართველოს ბანკს აქვს თვითონ საქართველოს ბანკის სახით თავისი კომპანიების ეს არის Direct Debit Georgia ანუ Express Pay როგორც მოგახსენეთ და ეს არის Metro Service Plus-ი კომპანია. ამის შედეგად თქვენ ნახავთ რომ ესე იგი საქართველოს ბანკს 2006 წლამდე გააჩნდა ესეთი კომპანია რომელსაც ერქვა Galten Takar Security რომელიც თავის მხრივ უკვე 2006 წლისათვის გაიყო და მან უკვე დაიწყო ტენდერში მონაწილეობა და შექმნა ესეთი კომპანია რომელსაც ქვია შემდეგი სლაიდი GC Holdings. აი GC Holdings-ზე არის დაკიდებული საბოლოო სქემასაც გაჩვენებთ, რა თქმა უნდა, GC Holdings-ზე არის დაკიდებული მთელი და დახონძლული მთელი ეს კომპანიები, ისე რომ ასე ვთქვათ, ამ ლაბირინთებში სრულად ვერ გაერკვე რა ხდება და როგორ არის ეს ყველა მოცემულობა. ამ პერიოდისათვის უკვე 2006 წლის დასაწყისისათვის თბილისის მერია აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას, სახელმწიფო ტენდერს მეტროს კომპანიის საბანკო მომსახურებისათვის. მოგეხსენებათ, საბანკო მომსახურება გულისხმობს თანამშრომლებისათვის შესაბამისი სახელფასო უზრუნველყოფა, საბარათი და ასე შემდეგ და მეტროს სადგურებში ასევე განთავსებას იმ აპარატებისა, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ნაღდი ფული ხელში აიღოთ. ასეთ შემთხვევაში ყველგან მთელ საქართველოში თუ კი ვინმეს რომელიმე ბანკს უდგას თავისი აპარატი, ისინი აუცილებლად იხდიან საიჯარო გადასახადებს. ვინაიდან სხვა წესით ეს ვერ მოხდება და მეტროს შემთხვევაში ჩვენ ყველაფერი გვაქვს პირიქით, მე მაქვს ხელშეკრულებები და ამას გაჩვენებ ტარიფის მიხედვით, რომლის მიხედვით მეტრო იქეთ უხდის და თბილისის ავტობუსი იქეთ უხდის ამ ასე ვთქვათ საქართველოს ბანკს იმისათვის რომ ისინი აი ამ სერვისს ახორციელებენ. შესაბამისად, წინა სლაიდი ეს იყო საბანკო მომსახურების ნაწილი, რა იყო და რაზე ჩატარდა ტენდერი და რისთვის ჩატარდა ტენდერი. და ეს არის უკვე 6 მარტი, როდესაც დამთავრდა და ამის შემდგომ იწყება უკვე ამ კომპანიების ჩანაცვლება. 2006 წლის 6 მარტისათვის მას პრინციპში არ გააჩნდა არც ერთი ის კომპანია, რომელიც დღეს ოპერირებს უკვე სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, როგორც მოგახსენეთ, ის რაც დარეგისტრირებული აქვს თვითონ ბანკს, ესენი არც ერთი არ არსებობდნენ. და 2006 წლის შემდგომ 2007-2009 შემდგომ ავტობუსების ტენდერი მოდის, უკვე იწყება აი ამ კომპანიების შექმნა
და ყველაზე ესეთი ტერმინოლოგიურად დახუნძლული ნაწილი რაც არის საქართველოს ბანკმა მთელი თავისი წილი რაც მას ეკუთვნოდა ამ სახელმწიფოს შესყიდვის შედეგად პირდაპირ გადასცა მასთან აფილირებულ კომპანიას ესევე არის მოხსენებული ამიტომ ხმარობ ამ ტერმინს ეს არის 10 წლის განმავლობაში და 10 წლიანი ტენდერის პირობებში დადებული და წინა სლაიდში თქვენ ნახავთ ის ღირებულება რა ღირებულებასაც მერია ამ შემთხვევაში უხდის საქართველოს ბანკს თავისთავად ცხადია ეს არის წლის განმავლობაში მინიმუმ 458,000 ლარი ეს არის მინიმალური ტარიფი ხოლო მთლიანობაში ტარიფი დადგენილი არის 0.005 თეთრის ოდენობით თითოეულ გზავრზე დიახ რა თქმა უნდა მესმის დიახ დიახ ეს არის მისი ბიზნესი დიახ pay box-ები ASV არის პირდაპირ დიახ კომპანიის წარმომადგენელიც მოვიდა უშუალოდ დიახ კი ბატონი ზაური გაბაიძე უშუალოდ ნოვა ტექნოლოჯის წარმომადგენელი გახლავთ კი ბატონო დავამთავროთ და კეთილი დიახ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ აუცილებელია ამ შემთხვევაში და დღის წესრიგში დადგა ის რომ შევიდეს საკანონმდებლო ცვლილებები კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონში და ბანკს ის პრიორიტეტული უფლება რაც არის მინიჭებული 2012 წლის მაისში ანუ ჯერ კიდევ ვიდრე ასე ვთქვათ შესაძლებელი იყო მარტივად კანონში ასეთი ტიპის ცვლილების გაკეთება და ბანკს მიენიჭა ამის უფლება აღმოიფხვრას ეს ხარვეზი და ბანკს არ კონდეს ასეთი ტიპის საქმიანობის წარმოების უფლება ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ რომ TBC-ც აკეთებს ანალოგიურს მაგრამ ჩვენ მათ წინააღმდეგ არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს იქიდან გამომდინარე რომ კონკურენტულ გარემოში და სხვა კომპანიის ისეთი საშუალებებით კეთდება ის რომ ეს ანუ კონკურენტულ გარემოს ქმნის და ეს არ არის ბიზნესის წართვა მაგრამ საქართველოს ბანკის შემთხვევაში მე მინდა გაჩვენოთ ბოლო სლაიდები აი სურათების სახით რაც არის მოცემული ეს იყო მთელი სქემა რაც ასე ვთქვათ არსებობს აი შეხედეთ ნოვა ტექნოლოჯის ამ შემთხვევაში Paybox-ი იდგა და დგას, იმიტომ ჩვენ ვიყავით ბაზარზე 2006-7 წლიდან და შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად კონკურენტუნარიან გარემოში გვიწევს ამ შემთხვევაში ყოფნა, მაშინ როდესაც Express-Pay-ს აპარატს დაგიდგამენ გვერდზე. ბანკს რა თქმა უნდა ამის უზარმაზარი საშუალება აქვს, თქვენ მარტივად ხედავთ აი ამას ყველაფერს, როგორ ხდება და რა პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ იმის გაკეთებას, რასაც აკეთებს საქართველოს ბანკი. ისინი აცხადებენ ნულოვან ტარიფს და ნულოვანი ტარიფი ჩვენთვის ეს არის შეუძლებელი, ვინაიდან ეს არის ხარჯები, ეს არის ისევ საბანკო კრედიტები და ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. აი ხედავთ როგორ არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი სლაიდებზე. დიახ. კი ბატონო. მიუხედავად მაგრამ თქვენ ჯერ მეტროში იხდით და მეტრო უბრუნებს საქართველოს ბანკს. კი, მაგრამ თქვენს გარდა 600,000 მომხმარებელი ჩადის მეტროში. მოდი მარტივად რო ვთქვათ, რის საფუძველზე ხდება ეს ნოლი. ყველა ჩვენთაგან მოვიცით რომ ნოლი ნიშნავს ნოლს. ნოლის შემოსავალი იქნება ნოლი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბანკს დღესდღეობით აქვს ის არასწორი და არა ბიზნეს უნარიანი გარიგება, რამაც გამოიწვია მეტრომანი, რამაც ავტობუსები, მიკროავტობუსებიდან შემოსავალი რაც გააჩნია, რომელიც არის აბიათ ჩვენი ქართველი ხალხის GPS აკვირდება და მიდის საქართველოს ბანკის შემოსავლებში. აქედან გამომდინარე, უფლება აქვს, რომ დახარჯოს ეს თანხა და გააკეთოს არასწორი ბიზნესი. რატომ ვერ ახერხებს TBC ბანკი, რატო ვერ ახერხებს OSMP, რატო ვერ ახერხებს ნოვა?
იმიტომ ვერ ახერხებს რომ ნოას არა აქვს ეს ზედმეტი შემოსავალი, არასწორი შემოსავლები არ გააჩნია. მას ყავს თანამშრომელი, მას აქვს საოპერაციო ხარჯები, მან უნდა გადაიხადოს შემოსავლები, უნდა გადაიხადოს მოგების გადასახადი და ასე შემდეგ. დღესდღეობით საქართველოს ბანკი აკეთებს რა სხვა არასწორ ბიზნესით შოულობს ფულს და ხარჯავს არასწორ ბიზნესში. ეს აკეთებს ბიზნესს აკეთებს 0 ტარიფით, რაც იწვევს სხვა ბიზნესების ლიკვიდაციას, ბაზრიდან განდევნას და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ არ ვიქნებით ბაზარზე, რომ მათ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ბანკი არა მარტო 0-ს დაადებს, არამედ შეიძლება 4-ის ნაცვლად 8% დაადოს. ეს იმის დასტური, რომ დღესდღეობით საქართველოს ბანკი იძახის, რომ ჩემთან ერთი ტოლია ერთის, მაგრამ ყველა თქვენთაგანი დამერწმუნეთ იმაში, რომ მიიბრძანდეთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და გადაიხადოთ 1 ლარი, დარწმუნდებით იმაში, რომ ერთი არ უდრის ერთს. ანუ იქ უკვე ტარიფია დადგენილი. უკანონო შემოსავალი მარტივია, ახლა დღესდღეობით ქალაქის მერია ვინ არის? არის საზოგადოების და ხალხის შემოსავლებისგან შედის შემოსავალი ქალაქის მერიაში, რომელიც უნდა მოხმარდეს სოციალურ დაუცველ ხალხს, ჩვენ, საზოგადოებას, პენსიებს და ასე შემდეგ ქალაქის განვითარებაში. ეს თანხა არ მიდის ქალაქის განვითარებაში, ეს თანხა მიდის საქართველოს ბანკის არასწორი ქმედებაში და არასწორი ინვესტიციებში, რომელიც დღესდღეობით ყველა ჩვენთაგანმა ვიცით, რომ ის შემოსავალი, რომელიც ღებულობს საქართველოს ბანკი, რატომ არ შეიძლება ნებისმიერ სხვა ბანკმა მიიღოს, რატომ არ შეიძლება ის ბარათი ყველა ბანკს კონდეს, ყველა ორგანიზაციას კონდეს, ჩვენ კონდეს და შევსება მოხდეს. მიუხედავად იმისა, დღეს ჩვენი აპარატები თუ ახერხებს, ისევ საქართველოს ბანკის, ისევ TBC ბანკის, Liberty ბანკის და სხვა ბანკების კრედიტების დაფარვის რესურსი თუ გააჩნია, თუ ბარათზე შედის თანხა და ისახება ონლაინში, რატომ არ შეიძლება რომ ავტობუსში ასასვლელი თანხა შეივსოს ჩვენი აპარატების საშუალებით? იმიტომ რომ არა აქვს არც ქართულ ხალხს მაცხოვრებელს არ აქვს მაგის საშუალება, რომ აირჩიოს როგორ გადაადგილდეს საქართველოს შიგნითა სახელმწიფო ტრანსპორტით. არის ცალსახად მიზანმიმართული, მხოლოდ ერთი კომპანია, რომელიც არის, არ ვიცი, როგორი მახინაციებით არის დაფუძნებული და შექმნილი, რაც იწვევს დღეს ბაზარზე ესეთი მონოპოლიურ სტრუქტურას. კი ბატონო. კი ბატონო. აი მარტივად თქვა, დღესდღეობით საქართველოში როგორ შეიძლება იცხოვრო კაცმა არაფრით და არაფერში ფული დახარჯო. არა, ეგ განსამარტია. აქედან გამომდინარე, მარტის თვის ჩათვლით 1 აპრილამდე საქართველოში ყველა ჩვენთაგანი ვიხდიდით 0 საკომისიოს რის საფუძველზე. აი აქედან გამომდინარე, როცა ოპერატორები ლოჯისტიკაში ფულს აღარ ხარჯავდნენ, ამსკრეჩის დაბეჭდვაში ფული აღარ ეხარჯებოდა, რომელიც 20%-იანი ხარჯი ჰქონდა ნებისმიერ ოპერატორს, დავიყვანეთ მინიმალურამდე. გვიხდიდნენ, ხო, თვითონ გვიხდიდა, ჯოსელი გვიხდიდა 5% საკომისიოს. როცა 5% შიგნითა საკომისიოს ღებულობდით, მომხმარებელს ეს არ აწვებოდა ხარჯად და მომხმარებლისთვის იყო ეს უფასო. აქედან გამომდინარე, როცა შემოვიდა საქართველოს ბანკმა და ვერანაირი კონკურენცია ვერ გაგვიკეთა, ამან გამოიწვია ის, რომ დაედო 0 ტარიფი. იმ რო უკეთეს გეტყვით რა, დღესდღეობით კომპანიას, არც ერთ კომპანიას არ ჭირდება ბანკში ფულის შეტანაში, რომ გადაიხადოს ფული. ნოვა ტექნოლოგია ჩვენ კომპანიას როცა მიდის საქართველოს ბანკში, იქ სადაც ექსკლუზიურად არის მარტო და მოაზრებული საქართველოს ბანკის ფილიალი, ნოამ უნდა გადაიხადოს ფული შეტანაში. ფული საკომისიო უნდა გადავიხადოთ. აი თანხა რო დავდეთ, არ მოიაზრება მეორე კომპანია საქართველოში, რომელიც ჩვენს გარდა იხდის ფულს. 0 აქვს. OSMP-ს 0 აქვს. ხოლო ჩვენ, იმიტომ რომ კონკურენტად საკომისიო არის ყველა შეტანაზე მინიმალური 1 ლარი და დანარჩენი უკვე ზედა საკომისიოს აწესებს ისევე როგორც გადაადგილების საშუალებაში არის 0.05 თეთრი, მაგრამ არა უმცირესისა რაღაც X, ხო, რაღაც X რაოდენობა თანხის. ანუ მას შემდეგ დღესდღეობით ახლა საქართველოში თუ დავაკვირდებით, თუ გვინდა ბიზნესის განვითარება, ხო შეიძლება განთავსება იქ მოხდეს, სადაც არ აქვს ნოვა ტექნოლოგიის განთავსებული. მე მგონი თქვენ ვერ მონახავთ ერთ აპარატს, იქ სადაც ნოვა ტექნოლოგიის აპარატი არ არის განთავსებული, რომ იდგეს საქართველოს ბანკის აპარატი. ჯერ საქართველოს იმაში წავიდეს, განთავსოს ხულოში, სხვა კახეთში, რეგიონებში წავიდეს, გავიდეს ქალაქარეთ, რატომ? იმიტომ რომ იქ არა აქ ზედმეტი შემოსავალი და არ უხდის ქალაქის მერია თანხას.
რითაც დაიკომპენსირებს საოპერაციო ხარჯი სადმე არა Express Pay სადმე არა გამორიცხულია იქ არის სადაც საქართველოს თბილისის მერია იხდის და აფინანსებს თანხას იქ მუშაობს კვალიტეტზე გერო არ გადავხადოს ქალაქის მერიამ ალბათ ვინმე ვიქნებით მე ჩვენ ნოვა ტექნოლოგიის რო არ იყოს 20% გადავიხადოთ ავტობუსში გადაადგილების სას დიახ ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოს ბანკს იმას, რასაც აკეთებს დღეს. რეალურად აღარ შეეძლება, ასე ვთქვათ, ამ ტიპის ოპერაციების წარმოება, რასაც დღეს Express Pay-ის საშუალებით აკეთებს, ვინაიდან Express Pay ეს არის განსხვავებული ბიზნესი, ეს არის სწრაფი გადახდის სისტემა და საქართველოს ბანკი ეს არის საბანკო მომსახურება. ამ შემთხვევაში აი ამ კანონის ცვლილებებში, კომერციული ბანკების შესახებ კანონში შეტანილი არის იმ ტიპის დანამატი, რომ ეს სწრაფი გადახდის ბიზნესი გათანაბრებულია როგორც კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობა, შესაბამისად ეს საბანკო საქმიანობა არის ზუსტად ის, რასაც აძლევს მას ამის საშუალებას და ამიტომ არის რომ ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე და დღემდე რომ პასუხი უნდა მოეცა ამაზე როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, მაგრამ ამაზე პასუხი რეალურად არ აქვს. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ ნახეთ, სადაც არის ეს ყველაფერი განთავსებული, საქართველოს ბანკი გარდა იმისა, რომ იღებს საკომისიოს უშუალოდ ჩვენგან ნოვო ტექნოლოგიასა და ყველა შეტანილ თანხაზე, რომ ჩვენმა რეგიონალურმა წარმომადგენელმა გადაიხადონ, ანუ და ოპერატიულად მოხდეს ამ გადახდების ასახვა ბილინგ სისტემაში, ამ შემთხვევაში მან ჩვენგან წაიღო ეს ინფორმაცია, როგორ წაიყვანა ჩვენი დირექტორი, ანუ რეალურად ინსაიდერული ინფორმაცია გაიტანა, მათ იციან ყველგან სადაც კი მუშაობს ნორმალურ დონეზე ამ ტიპის სისტემა და ამ ტიპის აპარატები, მათ ეს იციან და შესაბამისად ყველგან სადაც თქვენ ნახეთ, ზუსტად ეს არის იმ ინფორმაციის და იმ ბაზის საფუძველზე, რომელიც არის ინსაიდერული ინფორმაცია წაღებული კომპანიიდან და ამის საფუძველზე ახორციელებს ის შემდგომში უკვე ამ თავის თბილისის, ასე ვთქვათ, მასშტაბით Express Pay-ის ბიზნესის განვითარებას. თუ კი საქართველოს ბანკს არ ექნება იმის უფლება, მაშინ ისევე როგორც და იმ ჩარჩოებში, როგორც ამას აკეთებს TBC ბანკი, საქართველოს ბანკსაც შეუძლია იგივე პირობებით გააკეთოს, მაგრამ მაშინ როდესაც ერთი უდრის ერთზე ვსაუბრობთ, ფაქტია რომ ეს არის ტყუილი, ვინაიდან ჩვენ გაჩვენეთ სქემა, რომლის მიხედვით მეტროს გადასახადები მიდის იმ ნოლის დასაფარად, რომელსაც ჩვენ ვიხდით მობილური ოპერატორით სარგებლობისათვის. ამიტომ ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ იყო რომ რაღაც კორუფცია გამოგვევლინა, ან რაღაც ესეთი საგამოძიებო ნაწილი, რაც აქ ვაწარმოეთ კერძო გამოძიების სახით, ეს გვეწარმოებინა, ჩვენი მიზანი იყო რომ და ვითხოვთ და დღესაც ვამბობთ, რომ კონკურენტულ გარემოში მოგვიწიოს ყოფნა. ამიტომ ჩვენი მიმართვის ადრესატები უკვე აქედან გამომდინარე გახდნენ, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვინაიდან უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვსაუბრობდა, უშუალოდ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, ვინაიდან მათი ნაწილია, რომ ჩვენ უკვე გადასახადებს არ ვიხდით და ეს თლიანობაში ვერ ვიხდით უпростоრედ და ეს თლიანობაში დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს და მომავალი წლის ბალანსში აისახება, მოგეხსენებათ, რომ წლევანდელი საბიუჯეტო წელი შედეგობრივ კავშირს იძლევა მომავალი წლის უკვე 1 აპრილამდე, ხო, როდესაც ბალანსები ბარდება. ანუ იქ გამოჩნდება, ამიტომ დღეს ეს არ ჩანს რეალობაში, მაგრამ ხვალ უკვე აღმოჩნდებით ძალიან დიდი კოლაფსისა და კატასტროფის წინაშე. ამიტომ ვართ ჩვენ ესე მოწოდებულები იმისათვის, რომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო ჩვენი მიზანი, რომ გამოძიება გვეწარმოებინა საიდან რა თანხებს და რა კორუფციული სქემით და სახელმწიფო შესყიდვაში რა დარღვევები აქვს საქართველოს ბანკს, ჩვენი მიზანი იყო, რომ არის დღესაც და ვითხოვთ ამას, რომ ეს იყოს კონკურენტული გარემო. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მიმართავთ უკვე თბილისის საკრებულოსაც, ვინაიდან ამ სახელმწიფო შესყიდვებში არის ძალიან დიდი დარღვევები, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ და ალბათ ჩვენზე მეც უკვე იქ კომპეტენტური კომისია ნახავს, უფრო მეტ დოკუმენტებთან მიუწვდებათ მათ ხელი და ფაქტია და რეალობაა, რომ 2006 წელს გამარჯვებული საქართველოს ბანკის სახელმწიფო შესყიდვაში რეალურად მონაწილეობს 2007 წლის კომპანიებით. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? თუკი ტენდერში არ მონაწილეობდა და ყველა შემთხვევაში არის გარკვეული დანამატები და აქ უკვე იზრდება თანხები და კონკრეტული თანხა მე გითხარით რამდენია არ ვიცი, თან სატენდერო პირობებში ის მინიმალური გადასახადი არსად არ ჩანს, რაც ჩვენ გვაქვს დოკუმენტაცია ის 9 მილიონის სახით, რომელსაც მერია უხდის საქართველოს ბანკს. სატენდერო დოკუმენტაციაში არის მხოლოდ განსაზღვრული ტარიფი და ხელშეკრულებაში უკვე გადატანია მინიმალური და პლუს ტარიფი. ანუ მოგიხსენებათ ეს უკვე ძალიან სერიოზული, ამიტომ ჩვენი მიზანი ეს არ იყო, დღესაც ჩვენ ღიად ვაცხადებთ თქვენი ჟურნალისტების და მთლიანად იმ საზოგადოების წინაშე, ვისაც ეს აინტერესებს, ჩვენ მზად ვართ
მოწვევა შევთავაზოთ საქართველოს ბანკს თქვენივე თანდასწრებით, რა თქმა უნდა, ძალიან სასურველი იქნება თუ კი ეს მოხდება იგივე საგადასახადო ომბუდსმენის ოფისში ან მისი თანდასწრებით, რომ გარკვეული შუა ღერძი ამ გადასახადის გადამხდელებს შორის იყოს ის და შესაბამისად ჩვენ შევძლოთ საქართველოს ბანკის მიმართ პირისპირ მოვახდინოთ, დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე იმისათვის, რომ თქვენ უფრო მეტად და არა ასეთ ცალსახად ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არამედ ორმხრივი დისკუსიის შედეგად მივიღოთ ვინაიდან შედეგები, ვინაიდან როგორც გითხარით, ეს ხელწიფება და არის რეალურად შესყიდვების, მოგეხსენებათ შესყიდვების სააგენტო, ესეთი კონკურენციის სააგენტო არსებობს საქართველოში, რომელსაც დღემდე ამ მიმართულებით, ჩვენი მიმართულებით არაფერი არ გაუკეთებია. ეროვნული ბანკი, რომელიც ლიცენზიას პირდაპირ ფარავს საქართველოს ბანკს, დღემდე აქამდე არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად მობილურ ოპერატორებთან ურთიერთობა ჩვენ განვიზრახეთ, რომ ვინაიდან საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომუნიკაციებთან მიმართებაში საგამოძიებო კომისია, მათაც მივმართოთ, რომ ამ ტარიფებთან მიმართებაში მათაც თავიანთი რეაგირება მოახდინონ და რა თქმა უნდა ველოდებით იმას, რომ ეს საკითხები იქნება რეალურად მოკვლეული და ჩვენ მოგვეცემა მხოლოდ ერთადერთი კონკურენტულ გარემოში არსებობა. ჩვენ მეტი არაფერი გვინდა. დანარჩენი ეს მასალა მზადა ვართ, თუ კი იქნება ასეთი მოთხოვნა და თუ კი იქნება ასეთი რამ, პროკურატურის მხრიდან იქნება ეს თუ სხვა სამთავრობო უწყებებიდან, ვისაც ამ საკითხებში კომპეტენცია უფრო მეტი და სრული გააჩნია, მივაწოდოთ და რასიც ჩვენ უკვე აქამდე 6 თვის განმავლობაში გავერკვიეთ, ეს ინფორმაცია მივცეთ და დოკუმენტალურად დადასტურებული მათ ჰქონდეთ და შემდგომ უკვე რა რეაგირება იქნება, ეს უკვე რა თქმა უნდა მათი უწყებრივი ინტერესის ნაწილია და ჩვენ გვინდა ერთადერთი რომ გახსოვთ თქვენ იყო დაპირება რომ კონკურენციის შესახებ კანონი აუცილებლად იქნებოდა და დაარეგულირებდა ამ საკითხებს. აგერ უკვე გავიდა თითქმის 1 წელია, 6 თვეზე მეტი იქედან ვიდრე ჩვენ პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა აპრილის თვეში, ხომ? შესაბამისად არანაირი საკანონმდებლო ამ ტიპის რეალური მდგომარეობა ჯერ არ აგვაქვს. ამიტომ ვართ იძულებულები, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე ჩვენ თვითონ მოვახდინოთ ლობირება და ჩვენ თვითონ გავიტანოთ ეს საქართველოს პარლამენტში. კონსულტაცია რაიონის ამგებლებთან